მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს 27 დღე არის, რაც ქალბატონი მზია ამაღლებელი შიმშილობს. ვიცით, რომ ის გადაყვანილი ყავდათ იომეთში კვლევებზე და ასევე ისიც ვიცით, რომ ის მოითხოვს, რომ ის უკან გადაყვანილი იყოს საკანში, თუმცა რაღაც პროცედურები არის გასავლელი, რაღაც კვლევები არის კიდე ჩასატარებელი, სანამ ის უშუალოდ მის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და მას დააბრუნებენ საკანში, ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი თემურ ქათამაძე, რომელიც 22 დღე არის შიმშილო, ეს ორივე ადამიანი არის შიმშილობს, ეს ორივე ადამიანი არის რეჟიმის პატიმარი, ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ამ ადამიანებს. ამ რთულ ბრძოლაში ამ ადამიანებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას, იმიტომ რომ საკნიდან ისინი ვერ ახერხებენ სხვანაირად გამოხატონ საკუთარი პროტესტი და პირველ რიგში თავისუფლება და ჯანმრთელობა მინდა ვისურვო ამ ადამიანებს და უკვე წარმოუდგენელი არის რამდენი დღე არიან ისინი მშრალ შიმშილობაში, სადაც მხოლოდ წყალს იღებენ ეს ადამიანები, როგორც ვიცით. ხო, სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა მზიას, თემურს, არ ვიცი რაღაცნაირად დღეები გადის, დღეები მიდის წინ და თითქოს რაღაც ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ და ეს ადამიანების ჯანმრთელობა არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი, რომ უბრალოდ არ არის ნორმალური ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ამდენად უმნიშვნელო არის ადამიანების ცხოვრება და ზოგადად ადამიანის პატივისცემა, ადამიანის თავისუფლება და ნუ არ ვიცი, რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ გაუძლოთ ამ პერიოდს და იქნებ რაღაცა ცვლილებები, სასიკეთო ცვლილებებიც იყოს. მე მქონდა შესაძლებლობა გუშინ გავსაუბრებოდი რეჟიმის პატიმრის ოჯახის წევრებს, მშობლებს, დებს, ძმებს, მეუღლეებს, მეგობრებს მათ შორის და ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ასეთი ადამიანებისგან შედგება ეს ქვეყანა, ასეთ ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა, იმიტომ რომ მიუხედავად იმ ძალიან რთული პერიოდის, რომელსაც ეს ოჯახები და სამეგობროები გადიან, ისინი მაინც დგანან მყარად, აპროტესტებენ ამ უსამართლობას, ითხოვენ დახმარებას, რაც სავსებით ლოგიკურია, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ განიხილავენ უკან დახევას და ისინი მხოლოდ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ეს პროტესტი, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ის, რომ არანაირ სხვა კონფიგურაციაში მათი შვილები, ქმრები, მეგობრები არ იქნებიან დაცულები ამ ქვეყანაში, თუ ამ ქვეყანაში არ შეიცვლება ხელისუფლება და ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ, ასე ვთქვათ, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან, ამ ქვეყნის მეგობრებთან, რომლებიც დიდ მხარდაჭერას უცხადებენ რეჟიმის პატიმრებს, შესაბამის ინფორმაციას გადასცემენ საკუთარ ქვეყნებს და ჩვენ ხედავთ უკვე პოლიტიკურ პროცესში როგორ გადადის არაღიარების პოლიტიკა, ამ ადამიანების მხარდაჭერა, ჩვენ ხედავთ როგორ ესწრებიან სხვა ქვეყნის ელჩები სასამართლო პროცესებს, თუმცა კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ, იმიტომ რომ გარეთ ვინც ვართ დარჩენილები, ჩვენ ვართ ამ ადამიანების იმედი საბოლოო ჯამში, რომ ისინი გამოვლენ თავისუფლებას და იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში. ხო, დღეს პარასკევია, ტრადიციულად ჩვენთან ერთად სალომე დადუნაშვილი არის და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ნინო კირთაძის ფილმზე, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ამ რეჟიმს, ამ დიქტატორულ რეჟიმს და ნინო კირთაძე გვეყოლება ჩვენ ჩართვით და სალომე მოგესალმებით და აუცილებლად მე გადავწყვიტე, რომ წესად ავიღო და ალბათ ეს ყველა ჟურნალისტისთვის განსაკუთრებით მე მგონი პრაქტიკულად სავალდებულო სავარჯიშოა, რომ ყოველი ეთერი სასაჯარო გამოცვლის წინ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ თავისუფლება მზია ამაღლობელს, იმიტომ რომ მისი სასჯელი არის უსამართლო და არა თანაზომადი. შესაბამისად, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ამ ეთერში ნაკლებად შემიძლია რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა კავშირშია ხელოვნება და ძალაუფლება. ხელოვნება ეს ხშირად არის ნათქვამი, რომ იმიტირებს ცხოვრებას საბოლოო ჯამში, მაგრამ ბევრჯერ მე მგონი დარწმუნებული ვართ უკვე არაერთხელ, რომ ხანდახან ცხოვრება იმიტირებს ხელოვნებას, ის რაც ადამიანს მოსდის თავში აზრად, ის რაც ხელოვანს შეიძლება წარმოუდგეს სადღაც ყველაზე გიჟურ ფანტაზიებში, ხანდახან სრულდება ხოლმე და ჩვენ გვაქვს ყველას შეგრძნება, რომ ყველაზე საშინელ დისტოპიურ რაღაც ფილმს უყურებთ მომავალზე, სადაც ყველაფერი გამრუდდება
აბსურდებულია, თუმცა შეთქმულების თეორიებზე და ახურულ საზოგადოებებზე გადაღებული ფილმების არაერთი ვერსია გვინახავს ის, რომ ეს თემა დღემდე აღელვებს თავად დღეს ეს ყველაზე მეინსტრიმულ ხელოვნებაში ჩართულ რეჟისორებს, არტისტებს მე მგონი ცხადია, თუ გადავხედავთ თუნდაც მხოლოდ იმ სერიალებს, რომლებიც ამ თემისადმი არის მიძღვნილი, სადაც რაღაც უცნაურ, ასევე დისტოპიურ მომავალში ახსნით ვითარდება მოვლენები, სადაც არის ჩაკეტილი სამყარო და აი ეს შეთქმულების თეორია გაასმაგებულია და თან ამ ბოლო დროს ჩვენ გვგრძნობთ, ხედავთ, რომ საზოგადოებები, ეს ჩვენ საზოგადოებაზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი, მთელ სოფლიოში რაღაცნაირად მიდრეკილნი არიან, რომ დაიჯერონ შეთქმულების თეორიები და აი ახლა სულ ახლახანს უყურებდი ერთ აბსოლუტურად ჩვეულებრივ ერთ-ერთ ისევ და ისევ ძალიან მეინსტრიმულ სერიალს, სადაც არის საუბარი საზოგადოებაზე, რომელიც ჩაკეტილ ბუნკერში ცხოვრობს, დედამიწაზე უსიცოცხლო მიწაა დარჩენილი და მოკეთ ნელ-ნელა ვითარდება მოვლენები, ძალიან დაძაბულად, მოკეთ რაღაცეები სულ საიდუმლოებებით არის მოცული და მოკეთ არ მინდა ახლა ვიღაცას დაურღვიო, ასე ვთქვათ, სიამოვნება აი ამ ყველაფრის ნახვის და ბოლომდე რა თქმა უნდა არ მოყვები, მაგრამ საბოლოო ჯამში ირკვევა, რომ აი ამ ჩაკეტილ საზოგადოებაში 20 წელიწადში ერთხელ სულ ხდებოდა ხოლმე აჯანყებები სიმართლის მოთხოვნით, როდესაც ადამიანები ითხოვდნენ გარეთ გასვლას, ითხოვდნენ მის ნახვას, რომ რეალურად რა ხდება გარეთ და ეჭვეპარებოდათ, რომ ბოლომდე სიმართლე არ მოდის მათთან. და შემდეგ ერთმა ადამიანმა მოიფიქრა, როგორ უნდა არიდოს 20 წელიწადში ერთხელ, რაღაც რამდენიმე თაობაში ერთხელ ამ აჯანყებებს უნდა დაავიწყოს ადამიანებს, რომ ეს აჯანყებები საერთოდ იყო და საერთოდ წარსული, საერთოდ რომ რაღაცა არსებობდა აი ამ ორმომდე, რომ იყოს შეგრძნება, რომ ყოველთვის მუდმივად ჩვენ აი მეთქმევინება უკვე ცხოვრობდით ესეთ საზოგადოებაში და იმდენად შემაძრწუნებელი იყო ეს შეგრძნება, იმიტომ რომ აბსოლუტურად მქონდა თვით იდენტიფიკაცია, რომ რამდენი წელია უკვე რაღაც სპეციალური ბნელი ძალები მუშაობენ იმაზე, რომ აბსოლუტურად ხელოვნურად შეგვიქმნან გარე სამყაროსადმი შიში, რომ ჩაგვკეტონ ფსიქოლოგიურად ყოველში ბევრი დაემორჩილა აი ამ შიშს და აი ამ მანიპულაციას და იმისთვის, რომ ყველაფერი რაც იყო წარსულში საქართველოს წარსული, მაგალითად, როდესაც ადამიანები აი 2 წლიანი, 3 წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ესე მალე დავკარგეთ, მაგრამ რამდენი რამე მოვასწარეთ, აი იმ წლებზე ინფორმაციაც კი გაამრუდონ, იმ ადამიანებზე ინფორმაცია გაამრუდონ. თუ არ დაავიწყონ, შეცვალონ, საერთოდ სხვა პერსპექტივა გააჩინონ და აი ამის შედეგად ადამიანი გადაიყვანონ რაღაცა სხვა არსებობის მდგომარეობაში, როცა შენ კი არ ცოცხლობ, არამედ ყოველდღიურად ცდილობ უბრალოდ გადარჩი, არაფერი არ გახსოვს, არაფერი არ გჭირდება, არც გეშინია, იმიტომ რომ გგონია რომ ესე იყო ყოველთვის და ასეა საჭირო, შენ ცხოვრობ ძალიან ცუდად, მაგრამ მადლობელი ხარ რომ კიდევ უარესად არ ხარ, იმიტომ რომ ყოველდღე გახსენებენ რომ შენს გარშემო ყველა ვინც არის შენ საზღვრებს იქით კიდევ უფრო უარესადაა. და აი ეს იმდენად პირდაპირი ასოციაცია იყო ჩემს ყოველდღიურობასთან მე პირდაპირ მივიღე და მეთქე რომ გითხრათ ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება მქონდა, რომ ეს ყველაფერი მუშაობს და აი ამიტომ გამახსენდა, იმიტომ გავაკეთე ამ ხელას შესავალი, გამახსენდა რეჟისორი, ქალი უჭკვიანესი, ულამაზესი, ძალიან იჭიერი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა აი ეს წინასწარმეტყველების ნიჭი, თუმცა ისე როგორც ხშირად, მას ცოტა კასანდრასეული ნიჭი აქვს, როცა ლაპარაკობს რაღაცაზე იმდენად ადრეა, რომ ადამიანებს არ ესმით, მე მგონი ამ ყოველფრის შინაარსი და ამიტომ ისე სერიოზულად არ აღიქვამეს საფრთხეს, როგორც ეს წესით და რიგით უნდა აღიქვან და მე მინდა გავიხსენო ნინო კირთაძე და მისი ფანტასტიკური ფილმი დურაკოვო, რომელიც მან 2007 წელს გადაიღო. ერთი წით ადრე საქართველოს რუსეთის ომამდე და აი მანამდე სანამ რუსეთში პუტინის რეჟიმი ბოლომდე მთლიანად აბსოლუტურ უზურპაციას მოახდენდა ყველა სფეროში და ეს არის ახლა ქვეყანა შეგახსენეთ, სადღაც სიტყვა ომის წარმოთქმისთვის სიტყვის გამო შეიძლება კი არა აუცილებლად მოხვდები ციხეში. და მე აქვე ვთვალ კითხვას. ნუ თუ ჩვენ
მართლა გვინდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც გარკვეული სიტყვის თქმის გამო შეიძლება პირდაპირ ციხეში აღმოჩნდე. ეს კითხვა ალბათ აუცილებლად ჯერ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და მე მინდა რომ ნინოს მივესალმო ნინო დილამშვიდობისა პარიზში უფრო ადრეა მოგესალმები და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთვის გამონახეთ დრო და მე მინდა რომ აი ეს ფანტასტიკური ფილმი და მისი იდეა გავიხსენოთ და მოდი აი იმაზე ვილაპარაკოთ როგორ გაიგე საერთოდ აი ამ დახურული სოფლის შესახებ და როგორ მაინც უკაცრავად აი სანამ მაყურებელს შეიძლება არ ქონდეს ნანახი ნინო შეიძლება თვით ორი სიტყვით ვიტყვი ეს არის რუსეთში ჩატარებული პრაქტიკულად ადამიანური ექსპერიმენტი შეიძლება ასე ითქვას როდესაც მოსკოვთან იქვე ახლოს ერთ-ერთმა პუტინის პროპაგანდისტმა და ძალიან ეს თქვათ წმინდა რუსულ თქვათ სისხლზე აწყობილი კარიერით ძალიან დიდ სიმდიდრესთან ვისულმა ჩინოვნიკმა გადაწყვიტა რომ შემოეღობა რაღაც დიდი ტერიტორია და იქ აეშენებინა სოფელი. სოფელი წმინდა რუსული წმინდა ამ შემთხვევაში რაღაცა თან ცოტა საკრალური რუსული ფასეულობებით გაჟღენთილი. და აი ამის შესახებ სოფელს მიაგნო რაღაცნაირად ნინო კირთაძემ და არ მხოლოდ მიაგნო, არამედ ჯინდათ შეაღწია და ეს არის კიდე რაღაც საოცარი მისი ნიჭი და გვაჩვენა ყველაფერი რაც ხდებოდა შიგნით. ძალიან საშიშია ყველაფრის ყურება, დღეს კიდევ უფრო საშიშია. ნინო, კიდევ ერთხელ მოგესალმებ. გამარჯობა, სალომე, ძალიან მიხარია რომ ვერ გხედავთ მართალიან, მაგრამ თქვენი ხმა მესმის მივესალმები თქვენ მაყურებელს და მადლობა ჩემი მოწვევისთვის. მოდი ნინო, თუ შეიძლება აი ორი სიტყვით აი პირველად საიდან გაიგე აი ამ სოფლის შესახებ? როგორ მოხვდი იქ და აი რა შთაბეჭდილებები ქონდა სანამ უშუალოდ ემზადებოდი ამ ფილმის გადაღებისთვის, ვიცი რომ სულ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა რამდენი გამოვიდოდა ეს საერთოდ. რატომ ჩათვალე მაშინ რომ ეს აქტუალური იყო? ესე იგი, ეს იყო ძალიან დიდი პროექტი, მე სოფლის ყველა არხი იყო ჩართული და მაშინ ამსტერდამში ვიყავი და აკეთებდნენ ესეთი 10 ფილმი უნდათ, ვიცი, ჩართული არტე, რა ვიცი, ну რაც კი არსებობს არხები, იმიტომ რომ მე მგონი 45 არხი იყო კოპროდიუსერი, უნდათ 10 ფილმი დემოკრატიაზე, მაგრამ არა ჟურნალისტური, ანუ კინოს თვალსაზრისით. ხო და მაგ პერიოდში მოხდა სწორედ რომ შევიტყე რომ არსებობს ესეთი ადგილი ძალიან ახლოს მოსკოვთან მაგრამ ეს კაცი ვინც ამ სოფელს ფლობს არის ძალიან მძიმე ხასიათის და არავის არ უშვებს ამიტომ მე როცა პირველად იქ წავედი ძალიან აზრიანად მოვემზადე იმიტომ რომ მაშინ უკვე იყო რაღაცა ტენდენციები ანტი ევროპული საკმაოდ ესეთი ნინო უკაცრავად შეგაწყვეტინებთ სოფელს ფლობს რას ნიშნავს ну აი ეს პატრონი არის თვითონ, ანუ თვითონ არის ნომერი 1 ამ სოფელში, რომელსაც ქვია დურაკოვო, ცხადია რომ ესეც ძალიან საინტერესო იყო. ეს იყო რაღაცა ძველი სოფელი, რომელიც ერთმა დიდებულმა დიდგვაროვანმა წააგო მეორესთან დურაჩკაში და დაარქვეს დურაკოვო. ну ეს უკვე კაი დასაწყისი იყო. რომ მე მაშინ ვიცოდი მარტო ის, რომ ამ კაცს ყავს ძალიან ბევრი მანქანები, ჯიპები, რომ ამ სოფელს ვერ მიაგნებ თუ არ იცი სად არის და რომ მთელი რუსეთიდან მასთან მოდიან რჩევის საკითხავად სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომ იცოდნენ თუ როგორ გახდნენ თანამედროვე რუსეთის ღირსეული მოქალაქეები. ანუ რაღაც მას გავდა შორიდან რა ესეთ გადამამუშავებელ ქარხანას, საიდანაც აი ესე ჭრიან კარგ რუსებს, ანუ სამომავლოდ გამოსადეგ თანამედროვე რუსეთისთვის გამოსადეგ ადამიანებს. და პირველად რომ წავედი, რასაკვირველია წავიყვანე ასისტენტად ადამიანი, რომლის მამა ძალიან დაახლოებული იყო პუტინთან და აი ამ ხელისუფლებასთან, რომ ეს ჩემი მტრის იმიჯი, იმიტომ რომ საქართველოში იმაში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მაინც არ იყო ეს რა ქვია ნდობის ფაქტორი არ იყო მაინც დიდი ხო და გავატარე მაშინ მე იმ კაცთან 2 კვირა მაგრამ სიმართლე რო გითხრა ესე აშკარა არ ჩანდა იქ რა ხდებოდა კი ვნახე ეს სოფელი ვნახე ეს ხალხი რომელიც ამ ხალხს აღმერთებს ნუ მითხრეს რომ ძალიან არ უნდა ამათ ჯიკაობა იმიტომ რომ ეხლა გარდამავალ ფაზაში არიან და უნდა მიხვდნენ და გაიაზრონ ეს გზა და იყო ძალიან საინტერესო განცხადებები სხვათა შორის
რაც უკავშირდებოდა პუტინის იმდროინდელ იდეებს დემოკრატიის ვერტიკალის შესახებ რა რომ მაშინ ჯერ კიდევ ის თამაში მიდიოდა რომ ვითომ რუსეთთან შეიძლება ურთიერთობა ევროპის, ვითომ აქ ჩვენთანო რუსეთში ანუ დემოკრატიის გამოცდილება არ არის და ამიტომ საჭიროა აი შეუთავსებლების შეუთავსებლობელი ერთეულების შეთავსებას ცდილობდა მაშინ პუტინი, რომ კი დემოკრატია უნდა იყოს, მაგრამ ეს დემოკრატია უნდა იყოს ვერტიკალური, დამორჩილებული, თქვათ, მთავარ პირს, ანუ პრეზიდენტს, ანუ მას და ასე ჯაჭვივით მიდის მერე ყველაფერი ქვევით და იმ პერიოდში რაც არ უნდა გაგვეკვირდეს ევროპას იმდენად უნდოდა რომ რუსეთი რაღაცნაირად თავის ასე ვთქვათ კლუბში შემოეყვანა და არ ყოფილიყო ეს ქვეყანა ანტაგონისტურად განწყობილი ევროპის ქვეყნების მიმართ რომ ცდილობდა რომ ყველაფერი იქნას თავის რა და ჩვენთანაც თქვათ პარიზში დიდი სამბიტი იღებდნენ ხოლმე პუტინს მაშინაც და იმის მერეც რომ როგორმე ეჩვენებინათ თავიანთი კეთილგანწყობა ახლა რა ხდება კიდე სხვა საინტერესო რომ მან ორი მომენტია კიდე რომ თუ თქვათ იყო ეს ძალიან სერიოზული ჩარევა რუსეთის ეკლესიის რომელიც ანუ ხდებოდა რაც მე უკვე გაფორმდა მშვენივრად სხვადასხვა ტიპის ძალაუფლების გაერთიანება ეს იყო სულიერი ეს იყო სამხედრო და პოლიტიკური ესენი ყველა სამივე რაღაცა ფორმით გაერთიანდნენ და ეუბნებოდნენ მოსახლეობას რომ ესე იგი ეს ყველაფერი რახან ჩვენ გვაქვს ეს ხელისუფლება მოდის ღვთისგან და თუ ამ ხელისუფლებას წინ აღუდგები ну ესე იგი აღუდგები წინ ღმერთს ნინა რაღაცა ძალიან არქაულია ეს იდეა არა რაღაცა ძალიან რაღაც სხვა რაღაცებს გვახსენებს ახლა ხელმწიფე ღმერთის მიერ ხელდასხმული ახლა ხო ცოტა არა მობილური ტელეფონების ხო და ეს იყო ძალიან საშიში ასე ვთქვათ პოსტულატი რომელიც ძალიან სერიოზულად ემუქრებოდა რასაკვირველია ყველაფერი იმას რაც შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ქვეყნის განვითარებას შემდგომ ახლა მანდ იყო კიდე ერთი მომენტი რომ რა უნდა უყო მაშინ რევოლუციას ხო და საჯდება აი ამ ახალ თეორიაში ის ფაქტი რომ ну მაინც ახლა ეს მეფე მოკლეს როგორც მოკლეს მოგეხსენებათ რაღაც საშინლად თავის ოჯახიანად რომ რევოლუცია მომხდარიყო ეს თურმე ყველაფერი იყო ებრაელების ბრალი მაშინ ეს თეორია მუშაობდა და იყო საშინლად ესე იგი ანტიებრაული განწყობები რომ ეს იყო შეთქმულება რომ რუსეთი დაესუსტებინა და ეს იყო იმის გამო რომ რუსეთს თავისი გზა ვერ გაეგრძელებინა ისე შეთქმულების თეორია იმასთან დაკავშირებით რომ რაღაცა ერთი მტერია რომელიც ებრძვის საყოველთაოდ რაღაცა კეთილდღეობას და მხოლოდ აი ამ საძაგელი ვიღაცის გამო არ მიდის წინ საქმე ისე როგორც უნდა მიდიოდეს ხომ ესეც ხო რაღაცნაირად ისეთი ძველია ეს ისტორია როგორც თავად სამყარო ძალიან ერთი კი არა მრავალი მტერია ესე იგი ერთი ხო არიან ეს ებრაელები რომლებმაც მოუწყვეს რუსეთს ოქტომბრის რევოლუცია თურმე იმისათვის რომ მისი განვითარება შეეჩერებინათ და ღირებულებები დაებიწყებინათ ეს ერთი მეორე მტერი არის რასაკვირველია ევროპა განსაკუთრებით ამერიკა ეხლა იქ არის რაღაცა მომენტი როდესაც ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ბავშვებს 14-დან 18 წლამდე რომლებიც ისეთ რაღაცებს ამბობენ ანუ ჩემი გადაწყვეტა მაგ მომენტის გადაღების ის იყო რომ ეს ბავშვები იმეორებენ და ისრუტავენ იმას რაც 24 საათი გარშემო ესმით პროსებისგან და არის ბიჭი რომელიც ამბობს რომ ძალიან დიდი ის ყურაფია
ხანგრძლივი გადაღება იყო 4 თუ 5 ახალგაზრდა არის, რომლებიც აი მაგ სოფელში ცხოვრობდნენ ჩვენი გადაღების დროს და გვიხსნიან ეს ბავშვები, რომ აი შეხვდნენ მას, რა ქვია, მღვდელს, რომლებმაც აუხსნა, რომ ჰარი პოტერი არის ცუდი, რომ ამერიკა არის ცუდი, რომ აი ამ ეკლესიამ გადაარჩინა რუსეთი განადგურებისგან და აერთიანებს, რომ ესე იგი ამერიკას აი ერაყში რომ მოხდა ომი, რა უნდათ მათგან უნდათ რომ ყველა წიაღისეული წაერთმიან და კიდევ კარგი რომ რუსეთში ჯერ ომი არ არის, მაგრამ აი გერმანელები იქნებიან თუ სხვა ევროპის ქვეყნები თუ განსაკუთრებით ამერიკა, მათ უნდათ რომ დააჩოქონ რუსეთი. ესე იგი, სინამდვილეში ძალიან როგორ გითხრათ, მე მეგონა რომ რაღაცები ვიცოდი მაგ ქვეყანაზე და იქ ყოფნამ ჩემმა ძალიან უცნაური ასოციაციები გააჩინა. ეს იყო თქვათ, ერთ-ერთი იყო, აი ბებიაჩემის ამბები მახსენდებოდა, როცა მიყვებოდა როგორი იყო აი ეს 37 წლები საქართველოში და რა საფრთხის წინაშე იდგა საზოგადოება და როგორი საშიში იყო ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა. და იმდენად ჩაკეტილი იყო ეს სივრცე აი ამ დურაკოვაში, რომ მე თვითონ ფიქრობდი, რომ ნეტა ვინ გამოვიდოდა ბოლო-ბოლო ჩემგან, მე რო სხვა არჩევანი არ მქონდეს, იძულებული ვიყო რომ აქ ვიცხოვრო, იმიტომ რომ როგორი მართებოდა ახლა ეს დურაკოვა ესეც საინტერესოა ძალიან, რომ იყვნენ დამსმენელი, ანუ იყვნენ ადამიანები, რომლებიც აი ამ ნომერ 1-თან, ამ მოროზოვთან მიდიოდნენ რომ დაასმინონ თავისი მეგობრები. ის ამას ფიქრობს, ეს ამას აკეთებს, ის იმას აპირებს და ამასთან დაკავშირებით მე ეს ნომერი 1 იღებდა ზომებს. ანუ რაღაცნაირი აი ნინი მოდელი იყო ესეთი ავტორიტარული სახელმწიფოს. რომ ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ხო მაშინ ეს გამოდის რომ აი ყველა ის პოსტულატი რომელიც ახლა მან ჟღერდა მე საბოლოო ჯამში ხო ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდა და ჩვენ ვხედავთ ახლა ამ სახელმწიფოს რომელიც სწორედ ამ ფასეულობებით და აი ასე ცხოვრობს ეს მთლიანად დურაკოვოა პრაქტიკულად მთელი რუსეთი და ჩვენს უნდათ რომ დურაკოვოს ნაწილი გავხადო მე ეს მოდიოდა გზაში ну ძალიან ძიმე გადაღება იყო მაგ დეტალებს აღარ მოგიყვები ნინო აი გადაღებასთან დაკავშირებით უკაცრავად წარმოუდგენელი არის როგორ მოახერხეთ რომ შეგეღწიათ ამ სივრცეში და თუ იცოდნენ ზოგადად რას იღებდით იმიტომ რომ კი მესმის რომ 2007 წელს არის გადაღებები უფრო რბილი სიტუაცია არის შედარებით ვიდრე დღეს და მერე წლების შემდეგ 2008 წლის მერე მოხდა მაგრამ მაინც არ იქნებოდა მარტივი მათთან ასე ვთქვათ მუშაობის პროცესი თვითონ და ამ ყველაფრთან როცა იცი ალბათ არ იცოდნენ რაზე იყო ეს საბოლოო ჯამში ხო ეს ხო ნინოს არ ვიცი თვითონ თავად უკეთესად თითქოს მაგრამ ნინო არის რეჟისორი რომელიც პრაქტიკულად აი ამ სივრცეში ამ ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობს დიდი ხნის განმავლობაში და მე ის თუ როგორ ამონტაჟებს ამ ყველაფერს როგორ ყვება ამ ისტორიას მე გვაძლევს ხოლმე შედეგს მაგას ვერაფერ წარმოიდგენდნენ მაგრამ არა რა ვიცი ხო მართლა საინტერესოა რანაირად გეტყვით, ეს არის ხო მარტივი ამბავი, იმიტომ რომ მე პირველად მას შევხვდი 2006 წლის დასაწყისში. მაშინ მეგონა რომ ეს არის რაღაცა ეგზოტიკა და აქედან ფილმი არ გამოვა და მივხვდი რომ ძალიან კარგი ფილმი გამოვა. მაშინ როდესაც დამპატიჟა დაბადების დღეზე და იქ ვნახე ყველა ეს მაღალ ჩინოსანი არ ვიცი დაწყებული ეს ალფა გრუპს რო ეძახდნენ და სხვა შორის მან არის ის ადამიანი რომელიც 9 აპრილს ოპერირებდა ჩვენთან. აი ვისაც აჯილდოვებენ ეს გენერალი მასალიძინი იყო ის ადამიანი, რომელიც ამ როდიონოვის ურდო შემოვარდა 9 აპრილს მან იყო. მე რო ეს გავიგე სიმართლე რო გითხრათ, მაშინ გადაღება არ იყო ჯერ დაწყებული და მასთან სახლში აღმოჩნდი და ნუ ის დეკორაციები რაც იქ ნახე იარაღით კედელზე და რა ტიპის იარაღი და თუ ვინმე შპიონი იყო და მომავალი თუ ჯერ განუხორციელებელი თუ უკვე ძველი ყველა იქ იყო მე შემეშინდა რომ უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს ჩემი ასე ვთქვათ ნერვები ამ კაცმა დაიწყო მოყოლა აი ამ 9 აპრილის უიო თქვენთანო საქართველოსიო მეო ნამყოფი ვარო და როგორიო აგრესიული ის იყო რა ქვია
საზოგადოებაო, რომ აიო ჩვენო დაგვეტაკენო და ნუ ვიცოდი რომ ეს არ უნდა მეკნან დამეკეტა უბრალოდ მითხარ რომ რას ლაპარაკობთ მეთქი კაცო ჩემი და მანდიყო ძლივს გადარჩა და აჩეხეს ხალხი და ნუ დიდი სიჩუმე ჩამოვარდა ამის ნიადაგზე ამის მე გამოვედი და 3 კილომეტრები არის რომ დამერეკა პროდიუსერისთვის და მეთქვა რომ მე მგონი ამის ნერვები მე არა მაქვს რომ აქ გადაღება დავიწყო იმიტომ რომ ეს ხალხი არის კვლელები რაღაცა და აი ესეთი ტიპის თვითონ ეს მასალიწინი რო წარმოედგინოთ მასშტაბი. ეს სცენარია კიდე. ხო არა ეს კიდე ცალკე მეხვეწებდა ჩემი კამერამენი რომ ავღანეთზე რასაც ყვებაო ძალიან ხო მაჩუკე ეს ისენიო რა ქვია ეს არც არის ფილმში იმიტომ რომ 16 წლის იყო რო გახდა სამხედრო იყო პირველი ვინც შევიდა ავღანეთში როდესაც საბჭოელები შევარდნენ და იყო ბოლო რომელიც გამოვიდა აი ამ ლებედთან ერთად რა სულ ბოლო და მანდვე იპოვა თავისი ცოლი რომელიც ძალიან გავდა შარონ სტოუნს რაღაცა წითელი ის მეცვა ქვედა ბოლო მახსოვს ტყავის თუნდაც რო ვიყავი მაგათთან და ამ ქალის ნუ რასაკვირველია ყვებოდა ყველაფერს ამოწმებდნენ რომ ვინ შეიძლება იქ გაიგზავნოს რა ეს ცეკი რამდენად და მე იმიტომ რომ ერთს ყვებოდნენ და მეორე ხდებოდა ხო და მესამეს აკეთებდნენ და ეს ქალი ითვლიდა მკვდრებს რომელიც ეს რიცხვი მკვდრების რამდენი დაღუპულების აი ამ საბჭოთა მხრიდან ხო იყო ძალიან დიდი საიდუმლო და იქ გადაეყარა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს და ნუ ძალიან სასაცილო სავიზიტო ბარათი ქონდა ასევე რომ ეს იყო პირადი დაცვა პროფესორი რაღაცა ისა ესა მაგრამ ძირითადად ის ხელმძღვანელობდა ყველა იმ დივერსიულ ოპერაციებს, რომელიც აფრიკაშიც იყო მაშინ, აი აზერბაიჯანში ის საზღვარზეც იყო, ჩვენთან იყო, ბალტიის ქვეყნებში იყო და მოკლედ ამოყავი თავი ვიღაც გამოჩენილ მკვლელს სახში. თან რომელსაც დახოცილი ყავს ხალხი ჩემს საკუთარ ქვეყანაში. აი ესეთი ის იყო რა ქვია. ესეთი საზოგადოება ტრიალებდა იქ. ესეთი მშვენიერი, აი რუსები ეძახდნენ მაგას ჩირნას სოწინ, ეს არც ვიცი როგორ უნდა აი რაღაცა შავრაზმელი დალა, რომელიც აი ესე ტრადიციულად არსებობს ხელისუფლების მაშინ რა ქვია სამსახურში. Ну плюс ეს რა ქვია იმას ვიცე-სპიკერი იყო მაშინ ბაბურინი დუმის და გახსოვთ მისი მოქმედებები აი ამ თეთრ სახლში და რაც უნდა ტუჩის დროს და მერეც ელცინის დროს და ეს რა ქვია თვითონ ეს ჩემი მასპინძელი დურაკოვასი თავისი მიყვებოდა როგორ თურმე ფოტოებს იღებდა ჩეჩნეთში ომის დროს ხო დასაჯერებელია აი ესეთი ხალხი რა და როდესაც მე მივედი იმიტომ რომ კასტინგი ხდებოდა ცხადია, როდესაც დავიწყე ამაზე ლაპარაკი. ხო, რაც შეეხება იმას თუ რა ვუთხარ, აი ვერავინ ვერ გაიგო რა ჯანდაბა უნდა რუსეთს, ხო? ვერავინ ვერ ხვდება რა არის ეს თქვენი მესამე გზა. და მე ვთხარი ხო ნახეთ ჩემ ფილმებში არ არის არც ხმა მიყვება რომ ახსნავის რასაც გადამაღებინებთ იმას გადადა მე რო თქვენ ვიყო მე ვთხარი თუ რამე გაქვს სათქმელი აგერ გაქვს ტრიბუნა და შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ მე. ამიტომ მაგრამ სამჯერ მითხრა ვარ და სხვა შორს იყო მართალი. იმიტომ რომ მითხრა რომ მე ღამის ცხოველი ვარ, საერთოდ ვერ ვხვდები რა არის ჩემი ინტერესი, რომ ეხა შეგაქ შემოგიშვაო, იმიტომ რომ ნუ მასთან აიხე შიშვლები რო ხტებიან იქ რაღაცა წყალში თუ საუნაში, ეს ყველა მოქმედი სამხედრო, ერთი არის კონტრდაზვერვის ადმირალი, მეორე ალფა გრუპის ერთ-ერთი მთავარი მეთაური და ასე შემდეგ, ხო? ხო და მართალი იყო. უბრალოდ აღარ მოვეშვი და ერთშვენიერ დღეს, როდესაც წინა ფილმი აჩვენეს მაშინ მოსკოვის ფესტივალზე, დავპატიშე და მე მგონი ამასობაში ვისწავლე რანაირად უნდა მეურთიერთა ამ ხალხთან, იმიტომ რომ ეს პატიმოყარეობა იყო იმდენად დიდი თან ამ ფილმს წარადგენდა ესა რა ქვია კაცო მიხალკოვი მადლობა და ამან გადაწყვიტა რომ გაისად იქნება თვითონ მიხალკოვთან ერთად ან როგორმე გაუძლებს ახლა ამ ჩემ გადაღებას. ასე დაიწყო ეს გადაღება.
და პირობა იყო ასეთი, რომ როგორც ხოდაშეც ეს სცენა არის ძალიან ნიშანდობლივი, ხოდაშეც ახლა ჩვენ ვხედავთ, აი ნახევრად შიშველი გოგონები როცა ყვავენ, ესენი როს ხედან ცოლებთან ერთად ძალიან რესპექტაბელურ, ასე ვთქვათ, გარემოში და აი ამ დროს აი ეს რაღაც აბსურდი, ფასეულობების ვითომ ფასეულობების აბსოლუტური რაღაც პროფანაცია, იმიტომ რომ აი საერთოდ რა ხდება, რო შეხედა ადამიანი, არ შეიძლება რომ სრულ ჭკუაზე იყო და ყველაფერი ეს მოგეჩვენოს ლოგიკურად, იმიტომ რომ შეუძლებელია რაღაცა. არა, ეს იყო მართლა ნამდვილად დეპუტატის დაბადების დღე. ხო და ჩვენ ველოდებოდით გარეთ რომ როგორმე შევეშვით რა და მე დამირეკა რომ შემოდიო და აი ეს დავინახეთ ხო საოცრება მართლა ის რამაცინებს იმიტომ რომ ნინო უბრალოდ ჩვენ მაინც მაყურებელს ბოდიში გაწყვეტინებ იმიტომ კიდევ ერთხელ მიდაუხსნა რომ რატომ გამახსენდა ეს ფილმი აი ეს ადამიანები არიან შემომქმედნი აი იმ სახელმწიფოსი რომელიც ახლა ზუსტად იგივეს აკეთებს ჩვენთან აქ საქართველოში ზუსტად იგივეს უბრალოდ არ ვიცი მე არაფერი აღარ არის საჭირო მე მგონი ზედმეტი დაკვირვება ძალიან მახული თვალი ახსნა განმარტება ერთი აი უბრალოდ ჩვეულებრივი ვთქვათ კოპი პასტით გადმოტანილი მეთოდები აზროვნება მესეჯები აი ეს ჩვენი გზა რომ ჩვენ ვითომ ჩვენი გზა გვაქვს რაღაცა წარმოუდგენელია უბრალოდ არ ვიცი მე სიტყვები ამ დროს მე რევა ხოლმე ისეთ ემოციური მაშ გადავდივარ რომ მინდა რომ ყველამ გაიგოს და ყველამ მიხვდეს აი ეს რა კოშმარია და რა გველოდება უახლოს მომავალში თუ ყველაფერი ესე წავიდა გეგმის მიხედვით არა გველოდებ კაი არაფერი არ გველოდება მაგრამ რუსეთის თქვათ мотиваცია ესეთი ქცევის ხო არის ის რომ ამათ სჯერათ რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია ამ დასავლეთის ხელისუფლებებმა რა რაც ახლა შეიძლება ვთქვათ ტყუილი. ესე იგი მეფის რუსეთი ებრაელებმა და საბჭოთა კავშირი მოგეთ სულ ვიღაცის ბრალი. ხო არც მაგისობა სინამდვილე. ხო საბჭოთა კავშირი რეალურად ესე დაინგრა მართლა და ძალიან სწორიც მოხდა რომ დაინგრა. თვითონაც უწყობდა მას დაინგრა. საბჭოთა კავშირის ჩვენი გამოცდილებით, როდესაც საუკეთ ნაღები საზოგადოება შეეწირა ამ რაღაცა არანორმალურ ექსპერიმენტს. ხო საკმარისია წერალთა სახლში იყო ეს გამოფენა რამდენი ხალხი რო ქრებოდა ეს რა ხდებოდა ყველაზე კარგი რეჟისორები მწერლები კომპოზიტორები ვინ არ არის ოჯახი ხო საქართველოში რომელსაც ეს 37 წლების პერიოდი არ კონდეს თავის წინაპრებზე გამოცდილი და არ იყოს ეს მეხსიერებაში აი ჩვენ რატო გვიგამანდყოფნა მე ეს ვერ გავიგე რა აი იმათი კიდე უფრო შეიძლება გავიგო რომ აი დაგვინგრიეს და მტრის ხატი მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა როცა ეს ამხელა ქვეყანაა ეს რუსეთი ხო მესამე გზა რა არის კიდე არ ვიცი და მაინც ყველაზე არიან დამოკიდებული იმიტომ რომ ხვალ რომ ევროპამ აღარ იყიდოს მაგათი გაზი და ნავთობი რაზე უნდა იცხოვრო და არ მაინტერესებს მით უმეტეს მადა აქვს გადასარევი სულ ყველა კურსში ვერ შეძლოს ხედან და აგერ პარიში ვერ გახვალ რომ რუსეთი რუსული ლაპარაკი არ გაიგო ახლა ჩვენ ასე არიან მოდებულები სამწუხაროდ. არა, ნუ ხო. და ჩვენ სად ვეწერებით ამ ამბავში ძალიან მაინტერესებს. თანაც იმ სახელმწიფოში ხა რაც მოვიდა პუტინი სხვათა შორის. ძალიან კი ცდილობდა ევროპა რომ ეს არ დაენახა, მაგრამ როგორ იქცევა? აი როგორ გითხრათ, აი ცოტა ესეთი მაფია რო იქცევა ხოლმე. ახ გვიღალატე, მიწიდან ამოგიღებთ. ეხლა და ლონდონში იცხოვრებ, პარიზში იცხოვრებ, ვენაში იცხოვრებ. ამოგთხრით მიწიდან და მიგასწრებთ. რასაც აკეთებს, ხო? გვახსოვს ეხლა ეს ამბები სკრიპალებია თუ ეს არის ლიტვინენკო თუ რა ხდებოდა, ხო? ну ამაზეც კი ჯახუჭა ყველა მთვარი რომ რომ დავკარგოთ უფრო რადიკალური იქნება და ეს იყო დიდი შეცდომა ჩვენ აი სად ვეწერებით მაინტერესებს იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა არ ვიცი რაღაცა პროვინცია საბჭოთა კავშირის აი ამ საშინელი პოლიტბიუროსი რაღაცა არ ვიცი ну კომპრომისი მაშინ ისწავლა საქართველოს საზოგადოებამ და იქამდე ისწავლა რომ კომპრომისიამდე მივიდა რომ ვერ იცავდა შეუძლებელი ამ პირობებში თავი დაიცვა ან ეთანხმები ან ტერი ხარ ხო სხვა შორის ეგ ისმის გავთავებლად
აი ამ ბოლო პერიოდში ჩვენი მთავრობისგან, რომ თუ ვერანაირი კრიტიკული აზრი ვერ იარსებებს, ეგრევე ხდები მტერი, ხო არ გვახსენებს ეგ წარსულში, აი ლენინიდან მოყოლებულ, აი ამ შიშის დამორჩილების სურვილს, რომ დაიმორჩილოს. ხო, იმიტომ რომ ადამიანი მაინც ისეთი ადამიანია რა, თავისი სიძლიერით, თავისი სისუსტეებით ვიღაცას მიაყლავენ, ვიღაცას შეეშინდება, იმიტომ რომ მარტო არ არის, იმიტომ რომ ოჯახი ყავს, იმიტომ რომ ბავშვები ყავს. აი ამას ყველაფერს რუსეთი გადასარევთ იღებს. ყოველთვის სხვათა შორის ეს მე მგონი ეგ მეთოდი დარჩა, რაც არ უნდა დაარქვა საბჭოთა კავშირი ერქვა მეფის რუსეთი კიდევ უფრო წესიერად იქცეოდა მაგ მიმართულებით თუ ესა რა ქვია რუსეთის დღევანდელობა ეგ შიშის დანერგვა და შიშის გამოყენება როგორც ერთ-ერთი მართვის საშუალებად ეს იციან მათ მშვენივრად ჩვენთანაც იგივე ხდება უკვე იმიტომ რომ ეს დარეკვები, ეს რაღაცა პირადი ვიდეოები, შერწყვა, ეს არის მეთოდი, ეს არის მეთოდი კაგების, რომელსაც იყენებს ის ხელისუფლება, რომელსაც უნდა ერთპიროვნულად მართოს და არ აინტერესებს არც თავისი ხალხის აზრი, არც მით უმეტეს განსხვავებული აზრი, ეს პრესის თავისუფლება, რასაც ქვია, რომ მიგახვედრ არ სასამართლოს თავისუფლება, რომ იცოდეს ადამიანმა, საშიში რამეა ხელისუფლება თავისთავად, თუ იმას არ აყავს რაღაცა ბერკეტი არ არსებობს ამის გაკონტროლების ძალიან ცუდად შეიძლება წავიდეს საქმე და ძალიან საშიშია საერთოდ ეს ძალაუფლება განუკითხავი ადამიანისთვის ზოგადად. ძირითადად აი ეგ იყო დასაწყისი, როდესაც მე ამ ფილმზე დავიწყე მუშაობა, რა არის დემოკრატია, ხა დემოკრატიას აქვს რასაკვირველია თავისი სუსტი წერტილები, მაგრამ ჩერჩილის არ იყოს ამაზე უკვე ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. იმიტომ რომ ავტოკრატიას და დიქტატურას ყველაფერი ჯობეს შეხედეთ ამ ასადის რეჟიმის ეს რაღაცა უბედურება რომელიც გაგრძელდა ამდენი წელი შეხედეთ ვინ არიან დღევანდელი რუსეთის მეგობარი ქვეყნები და რა ხდება იმ ქვეყნებში და როგორ ცხოვრობს ხალხი და რავი ესე იგი ესეთ პატარა ქვეყანას როგორც საქართველოა ნუ მაგ გზაზე წასვლა და უყავს. ნინო, ერთი რაღაც მინდა შეგახსენო, ეს შენ თქვი კიდევაც, რომ მე არ ვიცი რა გამოვიდოდა ჩემგან აი ამ სოფელში, აი ამ ჩაკეტილ სივრცეში და აი ამ ინფორმაციაში და ტვინის გამორეცხვაში, რომ მე ცხოვრა დიდხანსო, ხო? და ჩვენ გვაქვს აშკარად პრეცედენტი იმის თუ რა მოძდით ადამიანებს, როდესაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ მნიშვნელობით მოდის მათი მიმართულებით უზარმაზარი ნაკადი პროპაგანდისტური ამბების, რომლებიც აი რასაც შენ ახლა ამბობ, რომ შევხედოთ იმ ქვეყნებს რომლებიც არიან ამ წუთისთვის მაგალითად რუსეთის მეგობრები, ხო? კარგით, საქართველოს ამბებს საერთოდ თავი გავანებოთ, აი საერთოდ არაფერი ვქო. მაგრამ რა, აი ეს ინფორმაცია არ მოდის იმ სახით, რა სახითაც უნდა მოდიოდეს, ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა და ყველანაირი ინფორმაცია შეიძლება მოიპოვო თუ გინდა, მაინც იხჩობიან დეზინფორმაციაში და აი ეს ერთი დურაკოვა ხო იყო ამისი მაგალითი, შესანიშნავი თან მას მერე ეს ტექნოლოგიები და მით უმეტეს სოციალური ქსელი, ბევრი რაღაც კიდევ ძალიან განვითარდა, ხო? საბოლოოში გამოდის, რომ იმისთვის, რომ დაინახო, უნდა შეხედო სწორი მიმართულებით გაიხედო. აი არ vicი, რაღაცნაირად არსებობს ამ კითხვაზე პასუხი, საერთოდ თუ რიტორიკული კითხვა დავსვი. იკეტება, ეს მარტო საქართველოს ხო არ არის, ეს რუსეთის მაგალითზე, ეს სხვა ესეთი ჩაკეტილი საზოგადოებების თვისება არის, ესა რომ დებილდება ადამიანი რა, უკაცრავად პასუხია, მაგრამ მე მქონდა ეგ განცდა, როცა იქ ვიყავი, აი გონია რომ არაფერი სხვა არ არსებობს, იმიტომ რომ ჩაკეტილი სივრცეა, არაფერი ინფორმაცია არ შემოდის, მარტო გესმის ის რაც გესმის და აი რაღაცა შიზოფრენიულ სიტუაციაში ვარდე. თავის სამყარო არის პატარა მოწყობილი რა. ესე იგი ისიც კი არ არის რომ ვერც იტყვი რომ აი ის კაცი რომელიც მიდის და აბეზღებს თავის ამხანაგებს რომელსაც იციან ან ცემით გახეთქავენ ან საშინელ რაღაცა დავალებებს მისცემენ ან იმიტომ რომ ესე იყო ესეთი ორგანიზაცია იყო როგორ აკეთებს მაგასაც ვერ ვამბობდი იმიტომ რომ ვატყობდი რამდენად აუტანელია ამ წნეხის გაძლება განსაკუთრებით შიშის
რომ არ იცი რა მომენტში როდის დაგატყდება თავზე ეს რაღაცა საშინელი რისხვა. ახლა ცოტა უკან თუ გადავიწევთ დროში და სხვა შორის ძალიან ბევრი ლაპარაკი ამ ბოლო დროს რაღაცა სტალინზე, იმიტომ რომ ეთყობა მოდის ეგ ჭრილი სადღაც ჭრილად უკან დგას აი ეგ სისტემა, რომელიც ამ კაცმა აწყო, ყოველ შემთხვევაში აი ეს ბოლშევიკებმა რაღაცნაირი ფიქცია, რომელიც ისე დამკვიდრდა, რომ ვეღარ გაიგებდი უკვე რა იყო მართალი და რა იყო ტყუილი, იმიტომ რომ ძალიან დიდი წონა მაგაში აქვს აი ამ შიშს, რომელიც ადამიანს ისე ურევს twins, რომ ეხლა წარმოიდგინე დაუხრიტავდა დედას, მამას, ბებიას, ბაბუას და იყვნენ ადამიანები ჩემი ყურით მომისმენია იქ, რომ აბა რა უნდა ექნაო ესეთი დრო იყო. გესმის? ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე როგორ იყენებს რელიგიას და სარწმუნოებას ასეთი რეჟიმი, როგორ მუდმივად სულ რაღაცნაირად ფარად აქვს წინ რელიგიის თემა. ერთ მნიშვნელოვნად აუცილებლად უნდა ვნახო ეს ფილმი, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა ახლა განსაკუთრებით ამ საუბრის მერე, იმიტომ რომ კადრები არის გენიალური ჩემი აზრით, რაც ვნახე და თან 2000-იანები, შუა 2000-იანები არის და ძალიან საინტერესოა, როდესაც მართლა ყალიბდებოდა ის რუსეთი, რომელიც დღეს ჩვენ ხედავთ და ხო და შენზე უფრო გაცლებთ ახალგაზრდა ადამიანებმაც მე მგონი მასიურად უნდა ნახონ ეს ფილმი, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენ უფრო უკეთესად ვხედავთ თავად რუსეთს, აი ნინომ თქვა რომ მე მეგონა რომ ყველაფერი ვიცოდია. მეც მაქვს შეგრძნება რომ ვიცი ბევრი რამ ამ ქვეყნის შესახებ, თუნდაც იმის გამო რომ ჩვენ ბევრჯერ ვართ იქ ნამყოფი რაღაც ენა ვფლობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ძალიან ახალგაზრდა თაობა, მე მგონი მთლიანად მოწყვეტილია ამასთან, რაღაცა უფრო მითოსი მაგას პლუსიც და მინუსიც რომ ახალგაზრდა თაობა ხო, მაგრამ როდესაც არა ისე არ არის მოწყვეტილი როგორც საჭირო, აი სხვა რაღაცა მითოლოგიას უნერგავენ ხშირად და რაღაცა არასწორი და სხვისი აზრები აქვთ ამ ქვეყნის შესახებ და ალბათ სასურველია რომ საკუთარი აზრი ჩამოიყალიბო და ეს მართლაც ფანტასტიკური დოკუმენტური ფილმია, რომელიც გარკვეულწილად პაზლის ერთ-ერთი დიდი ნაწილი ნამდვილად იქნება მათთვის, ვისაც უნდა რომ გაიგოს მართლა რა არის ეს ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. მაგრად დაილექით, მაგრად იყავით და სულ ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ თქვენც და თქვენი მაყურებელს. დიდი მადლობა ნინო და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ნახვამდის. მადლობა. ხოლმე კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ალბათ დღესვე ვიხილავ ამ ფილმს, იმიტომ რომ მართლა ძალიან დამაინტერესა. მე მგონი ძალიან სასიამოვნო რა გითხრა, მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩენები გელის წინ და მეც ყველას, ვისაც არ აქვს ეს ფილმი ნანახი, ძალიან მუწევ რეკომენდაციას. მე ვფიქრობ, რომ ტრებს კარგად უნდა ვიცნოდეთ თავის შეთქმულების თეორიებით ნამდვილად. ჩვენ კი გონია რომ კარგად ვიცნობთ, მაგრამ უფრო კარგად უნდა გავიცნოთ, რომ რაღაცნაირად შევძლოთ მათი კისრის მოგრეხას. სალომე, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო მადლობა თემისთვის, დაგემშვიდობებით. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავავთ და რეკლამის შემდეგ მარინა ბერიძესთან ერთად დავბრუნდებით მუსიკალური ამბებით და ნინო ჟვანია გოყოლებას თქვათ, ამიტომ დაგვალოდეთ.